სუსის ახალი უფროსი აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. ნიშნავს თუ არა ხაბეიშვილის დაკავება იმას, რომ დინარაძე კობახიძე სულ უფრო უახლოვდებიან ღარიბაშვილისა და მისი გარემოცვის დაჯერას. ოცნების მოქმედი ლიდერები დიდი ხანია საუბრობენ, რომ ხაბეიშვილი ინფორმაციას მათი ყოფილი თანაგუნდელებისგან იღებს, რომლებსაც გაგდებულებს უწოდებენ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილ ლილუაშვილს ივანიშვილის მამხილებელი კომპრომატები აქვს, რომელთა გამოქვეყნებისაც ბიძინა ივანიშვილს ძალიან ეშინია. ხაბეიშვილის დაკავების ოფიციალური მიზეზი პოლიტიკოსის შეთავაზება გახდა. ხაბეიშვილი ფულად ჯილდოს თავაზობდა სამართალდამცველებს, თუ ისინი ხალხის მხარეს გადავიდოდნენ. მისი დაკავების შემდეგ იგივე მოწოდება სუსის შენობის წინ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემაც გააკეთა. დიახ, თქვენ მიიღებთ ჯილდოს $200,000 ოდენობით. ტრამპის მოწოდების შემდეგ ბელარუსმა სხვადასხვა ეროვნების 52 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. ისინი ლიეტუვაში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციასთან ერთად ჩავიდნენ. დელეგაცია გასათავისუფლებელ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. პოლონეთი რუსეთ-ბელარუსის საზღვარზე 40,000 ჯარისკაცს აგზავნის. რუსეთი და ბელარუსი პარასკევს ერთობლივ სამხედრო წვრთნების სერიას იწყებენ, სახელწოდებით ზაპად 2025. რამდენიმე წვრთნა კი უშუალოდ პოლონეთის საზღვართან ახლოს გაიმართება.